მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა მინდა გაჩვენოთ მცირე ვიდეო, აი რაც შეეხება მხარზე გახედვასთან დაკავშირებით. რა, როდესაც ზოლიდან ზოლში გადავდივართ, რა თქმა უნდა, სარკეში ხო ვამოწმებთ ხოლმე მარცხენა ზოლში მომავალ მანქანას. და რატომ გჭირდება სარკის შემდეგ ფანჯრიდან ფანჯარაში გახედვა, რათა შევამოწმოთ ახლო მონაკვეთზე მარცხნივ ჩვენთან ხო არავინ იმყოფება. ეხლა მცირე ვიდეოს ჩავწერ ამის შესახებ. აბა დავაკვირდეთ ეხლა გაჩვენებთ, ნახეთ. აი ახლა ავხსნათ მეგობრებო, რატომ უნდა გავიხედოთ სარკის შემდეგ ფანჯარაში გვერდი რატომ უნდა შევამოწმოთ. აი ნახეთ, ახლა სარკეში თქვენ ხედავთ მანქანას, ხო? რომელიც მოდის ჩვენგან მარცხენა მხარეს. ნახეთ, აი ავარიულები რო აქვს ჩართული. ნახეთ. აი ეს მანქანა უკვე სარკეში გაქრა. ანუ სარკეში ვეღარ ვაკონტროლებთ. ნახეთ, არადა სინამდვილეში ნახეთ სადგას ეს მანქანა, აი ჩვენს გვერდზე. ხედავთ? ანუ ამ მანქანას თუ ფანჯრიდან არ გავიხედეთ, უკვე ვეღარ ვიხედებით.